ბატონო, ეხლა იცით რა არის, მე ვადევნებ თვალყურს აი ჩვენს მაყურებლის გარკვეულ აქტივობასაც. Სულფასო მეგობრებო, მე ვთქვი კიდევაც და გავიმეორე და სხვათა შორის ჩვენი გადაცემის მიწურულს გვექნება ამაზე კიდე აქცენტების გაკეთება, რომ რა თქმა უნდა საბჭოთა ეპოქაში საქართველოს უდიდესი სარგებელი მიიღო, მაგრამ ეხლა ვიღაცამ თქვა ეხლა რომ აი 25 თებერვალიო ჩემთვის არ არის პირადად ტრაგედიაო, მაგრამ როგორ არ არის კაცო, ხალხი დაიხოცა, ეხლა ეგრეც არ შეიძლება რა. იუნკერები დაიხოცდნენ, კაცო. რანაირად არის, აბა გიხარია თქვენ, კაცო, 25 თებერვალს ხალხი რო დაიხოცა. ცოტა ტვინი დაატანეთ ეხლა ზოგიერთმა რა, თლა თუ გააფრეთ რა. მე რა თქმა უნდა თქვენ ეხლა რასაც ლაპარაკობთ რომ ქვეყანამ აი ამ საბჭოთა ეპოქაში სარგებელი მიიღო ეგ სხვა არის კი ბატონო მაგრამ თვითონ ეს დღე არის ტრაგიკული იმიტომ რომ ნოე ჯორდანია მიატოვა ეს ქვეყანა და იუნკერები რომლებიც აი ესე პირტიტველა ბიჭები შეეწირდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და სასი ვიდღის ესწავლოთ ჩვენ ქართველი ბიჭების დაღუპვა კაცო ცოტა ტვინი დაატანეთ თავში ხო გაქვთ ტვინი როგორ შეიძლება ბედნიერების დღე არის კაცო 2008 წლის ისა 8 აგვისტო და ბედნიერების დღე არის ხალხი რო დაიხოცა 92 წლის ისა ბედნიერების დღე არის სხვა არის რაღაცის თქმა რო გინდათ ის რაღაცა სწორად თქვით ის რომ საბჭოთა ეპოქაში საქართველოს სარგებელი მიიღო და ფეხზე დადგა და ყველაფერი ეგ სხვა არის კი ბატონო მაგას მეც ვიცაღი მაგრამ თვითონ ეს დღე არის ტრაგიკული დღე და სასიხარულო ნამდვილად არ არის ეს დღე ჩემთვის პირადად იმიტომ ხალხი დაიხოცა ხალხი და როდესაც ლაპარაკობენ მავანდი რომ ჩვენო ესე იგი დღესო გვემუქრებაო თავისუფლების დაკარგვაო თავისუფლების დაკარგვა კი არ გვემუქრება მეგობრებო ჩვენ გვემუქრება გაქრობა როგორ გაქრობაც დღეს დაიწყო უკრაინის აი ეხლა იმის შემდგომ რაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა მე მინდა რომ ჩვენ დღევანდელ ეპოქასაც დღევანდელ ვითარებასაც შევეხოთ ამ წარსულზე საუბრიდან გადმოვიდეთ აწყმოზე ესე იგი უკვე ტრამპის მოსვლის შემდგომ გააქტიურდნენ უკრაინაში ის ადამიანები რომლებიც ზელენსკის მიმართ არიან განწყობილი ცოტა სხვაგვარად და გამოვიდა ახალგაზრდები და გამოვიდნენ დედები მამები რომელთა შვილებიც არის დაკარგული და კარგახანია ისინი ვერ იძებნებიან და აქცია მოაწყეს ცენტრში კიევის ცენტრში იმიტომ რომ ატყუებენ ამ მშობლებს რომ თითქოს ეს მათი შვილები გამოჩნდებიან მათი შვილები იქნებიან სახლში დაბრუნებულები და რეალურად სხვაგვარად აქვს საქმე და ეს მოწმობს ეს სიუჟეტი ეს არის უკვე გამოღვიძება უკრაინელი ერისა ეს არის დასაწყისი ზელენსკის დემონტაჟისა აი ხა მაგალითად იმ დღეს ესე იგი ეს ნაძირალა თამარა კინწურაშვილი როგორც ჩანს არ იღუძინებს ესე იგი იმ დღეს ჩვენ შემოგთავაზეთ რომ ტრამპის ფიტულს წვავდნენ უკრაინელი ჯარისკაცები და დღეს ესე იგი გაგვაყვითლეს მთელი ჩვენი გვერდი რომ ესო არის სრულ ინფორმაციო მე არ ვიცი ეხლა ჯარისკაცები არის უკრაინის ფორმებში ეხლა თქვენ ექსპერტიზა ჩაუტარეთ თუ სად ნახეთ რომ არა აგერ ეხლა უკრაინელი ჯარისკაცით ასევე რომელიც ტრამპის პოლიტიკით არის უკმაყოფილო ღიად გამოდის უკრაინული ფორმა აცვია და აგერ ამერიკულ დროშებს იხსნის თავისი უნიფორმიდან ну что пацаны дождалась мне Петруньки дождалась
ანუ მოიხსნა ეს ამერიკული ამუნიცია იმქიდან გამომდინარე, რომ თქვენ კარგად იცით, რა მდგომარეობაშიც არის დღეს უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია ამერიკელების. მაგალითად, შეხვედრა, როდესაც შედგა მაკრონსა და ტრამპს შორის, იქ იყო განხილული საკითხი აი ამ წიაღისეულთან დაკავშირებით, რომელსაც ტრამპი ითხოვს. ესე იგი, უკრაინა აომეს რუსეთთან, ამერიკელებმა, ესე იგი, ფულები მისცეს და ეხა ფულების დაბრუნებას ითხოვენ, თან წიაღისეულსაც ითხოვენ, მოკლედ ძალიან შარშია უკრაინა და აი მაკრონთან ამაზე საუბარი იყო და ასევე მაკრონის პოზიციაც საინტერესოა. Европа дает Украине деньги в долг и получает их обратно. Нет, на самом деле, если говорить откровенно, мы покрыли 60% общей поддержки. Это были кредиты, гарантии, гранты, и мы предоставили реальные деньги, чтобы было ясно. В Европе заморожены 30 миллиардов российских активов, но они не используются как залог по кредиту, потому что не принадлежат нам, они просто заморожены. Если в результате переговоров с Россией они согласятся передать их нам, отлично. В таком случае это можно будет считать кредитом, и в конечном итоге за все заплатит Россия. Если вы в это верите, мне все равно. Но Европа возвращает свои деньги, а мы нет. Хотя теперь уже да, но меня это устраивает. Ай Ტრამპი არის უნიკალური. ესე იგიო. თქვენ თუ მაგისი გჯერათო, მერტმას, მაგრამ მე არ ვჯერა მაგისიო. ესე იგი, მაკრონი იძახის, რომ ის აქტივები რო არის რუსების, ესო ჩვენ ამითი გაუქვითავთო და ამ უკრაინელების ჩამოიწერება მთელი ეს ვალებიო და აი ამითი ამ აქტივებით, რომელიც ამ რუსეთს აქვს და რუსეთი თუ იტყვისო რა, იმიტომ თან რუსეთი თუ იტყვისო ამასო რა, რუსეთი როგორ იტყვის ხა თავის აქტივებზე უვარს ეხლა რა, იმიტომ რომ რუსეთისთვის აქტივების ჩამოწერა ესე მარტივი არ იქნება. და ტრამპი არის უნიკალური. ტრამპი იძახის, რომ ითხოვს იმ წიაღისეულს, რა თქმა უნდა, სხვანაირად ის არ დაეხმარება უკრაინას და აი წარმოგიდგენია თქვენ როგორი მდგომარეობაში ჩააყენეს უკრაინელები ამათმა, რომ ესე იგი ქვეყანა რომელმაც ომი დაიწყო სწორედ ამერიკის მითითებით, ეხლა არავის არ ჯერას, რომ ეს ზელენსკის დავალებით და ზელენსკიმ დაიწყო ომი, აომეს დაანგრევინეს ქვეყანა, თან ტრამპი იძახის ჩვენ აღდგენაში მონაწილეობას არ მივიღებთ და აი იგივე ბედი უნდა გვწევოდა ჩვენ. იგივე ბედი უნდა გაგვეზიარებინა და სხვათა შორის ეს არესტოვიჩი დღედაღამე რო ყავდათ ნაცებს გამოჭენებული ყველა სხვა არხებზე. აი ამ ინტერვიუს რატო არ უსმენენ არესტოვიჩის აეხლა, როდესაც საუბრობს ამ ზელენსკიზე და იმ წიაღისეულთან დაკავშირებით, რომელზეც იდება ხელშეკრულება. К этому идиоту небритому, да, на Банковой. Если тебе кретину уже прямо объясняет Рубио, что в эту игру нельзя так играть, надо молчать про то, что это американские гарантии безопасности, он уже не выдержал, он вышел и сказал, что бляха, это гарантии безопасности, дебил ты, сука, штопанный. Понимаете, да? Ну пойми уже, ну уже вслух сказали, хотя им это невыгодно, они на переговорах с Путиным. И тот продолжает упираться третий раз, в это время умирают наши солдаты и мирные жители по ночам. Это про что вообще? На что вы меня хотите уговорить, Юля? Что вы мне хотите объяснить? Диктатор, не диктатор, о чем мы вообще разговариваем? Есть очень простая история. Ему предложили все, включая американские гарантии безопасности. Причем изобрели их способ предложить, обойдя все ловушки, претензии, которые выставляет Путин. Что наша примадонна, которая сама, как вы справедливо отметили, пообещала и захотела продать недра, теперь выеживается? Так вот покуда он выеживается, да, мне друзья с фронта пишут, один погибший, второй погибший, пленные, бляха, обстрел, кабы. Никакого толка, понимаете, в этом всем. Это тупая, бессмысленная война, которая губит украинскую армию, губит украинский народ. Этот козел, сволочь это проклятая, понимаете, сидит там и упирается за свою власть, за возможность грабить, подавлять. О чем мы разговариваем? О чем мы разговариваем? Ему все дали уже. Все ему этот Трамп дал, исходя из очень сложной, совершенно реальной геополитической ситуации. Уже не знают, как объяснять. Я уже не знаю, как объяснять. Он вцепился в кресло и не отпускает его. Любой ценой, ценой гибели украинцев, кого угодно, сколько угодно, но он будет там сидеть до последнего. Он, видите ли, вышел и сказал, мы далеки от сделки, вы знаете, не так все просто со сделкой. Тебе предлагают, у тебя есть редкоземельные металлы, материалы, которые ты никогда не добудешь и не достанешь. У Украины нет ни технологий, ни инвестиций. Это десятки миллиардов долларов. Пришел Н, даже не говорим, что это Трамп или Америка, говорит, давай добудем.
Это значит десятки миллиардов долларов инвестиций, это инженерная школа, это передача технологий, это создание рабочих мест. Да еще фонд создадим, фонд, чтобы не грабили. 50 на 50 поделим, честно. Если это даже не говорить о том, что мы вас защищали, обещаем политическую поддержку в ситуации, когда вы безнадежно проиграли войну, мы за вас тянем мазу и не даем вас сдать. Так еще гарантии безопасности за это получите. Гарантии безопасности на ровном месте, где вы никогда ничего не разработаете, у вас нет технологий. А если мы не будем помогать, еще и Путин это все захватит. И это примадонна ходит, а мы тут рассуждаем с вами, диктатор или не диктатор. Он подонок. Он может и не диктатор, но подонок. А я еще думаю, что он еще диктатор, понимаете? Да, и других оценок у меня нет для него. Когда вы узнаете то, что я знаю, вы на дыбы все встанете, у вас волосы на ногах дыбом станут у всех. Из того, что творит этот товарищ. Творил и творит. Но у нас массовое еднание, и мы с вами спорим, кто диктатор, кто не диктатор. Так я как раз хотела сказать, что поскольку любое соглашение такого рода, уже начиная с того, что его Зеленский предлагал, безумно выгодно для Украины, на самом деле оно абсолютно не нужно Америке. Это просто реально способ легализации возможности послать, защищать эти якобы нужные Америке месторождения F-35. И единственная причина, по которой их отвергли, с моей точки зрения, это то, что в них не было места Зеленскому. Я просто другой причины не вижу. Ну, конечно. Это просто такая штука, за которую надо было не то что хвататься, а на колени говорить спасибо. Да, потому что для Украины это все. Зеленскому дали понять, что лучше, что он может сделать, это уйти в отставку добровольно. Сегодня это подтвердили. Езжай в Париж, ему сказали. Париж это заодно, чтобы британцев потроллить, и заодно Макрона и так далее. А еще учитывая, что Петлюра был в Париже и Махно был в Париже в свое время, то там самое место для всей постсоветской эмиграции. Понимаете, да? Поэтому здесь я на вашей стороне. Но это разговоры диктатор, не диктатор, вот эта попытка завязнуть в определение, когда, бляха, добивают Украину, да, и когда ей предложили идеальную сделку, идеальную, и у нас его небритое величество на это не соглашается, но я не знаю, я был бы рядом по голове, я бы ему сломал вот эту трость об голову, честно, задолбал уже. Товарищи. Еще массовая вот эта поддержка мне очень нравится. Вот это вот еднаемость вокруг президента. А не хотите поеднаться вокруг идеи? Давайте спросим себя, какая идея Украины у Зеленского? Что он видит, что он предлагает своему обществу на сегодня? Вот в этой конкретной ситуации. Айхла, ეს კაცი იყო პრეზიდენტის მრჩეველი, საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა. დღედაღამე ქართულ მედიაში ეს კაცი არ ჩამოდიოდა. სულ ამის ინტერვიუები იყო და კაცმა თქვა აგერ გასაგებად, რომ გამოტანილი აქვს განაჩენი ზელენსკის და ამ წიაღისეულზე უნდა დათანხმდეს უკრაინას, სხვა გზა არ აქვს და რომ რომ ყოველდღე უკრაინა უდიდეს ხვრებს განიცდის, რომ ეს არის ტრაგედია მთელი უკრაინელი ხალხისთვის და აი ეს გაუკეთა დასავლეთმა უკრაინას და ეს ნაძირლები, ეს 5000 ლარიანები 5000 ლარიანი ნაძირლები. აი დღეს აქნევენ იქ უკრაინის დროშას და უნდათ რომ საქართველოსაც აი ეს ბედი გაიზიაროს. აი ხა დავითის და თამარის ეპოქა რო იყოს, ესენი ყველა სარებზე არიან ჩამოსაკიდებელი. 5000 ლარიანი კი არ უნდა დააჯარიმო, სარებზე უნდა ჩამოკიდო ეს არარაობები. და აი ხა ერთი კლიპი გავრცელდა სოციალურ ქსელში, აი ზელენსკის ბედი ბოლოს დააკვირდით რა არის. ზელენსკის ბედი აი ეს არის და მაგრამ რეალურად ბედს გაიზიარებს ამას, მაგრამ სად აღმოჩნდება ბოლოს თქვენ თვითონ ნახავთ, ძალიან საინტერესო კლიპია.
ეხა რომელი ჯობია ზელენსკისთვის ამათთან ერთად ყოფნა ბოლოსში რო გაიღვიძა თუ, მაგრამ ერთი რამე არის, რომ მართლაც აი ძალიან მძიმე დასასრული ექნება მას, არც დასავლეთს აღარ უნდა ვხედავთ ტრამპს და რუსეთი კიდე კბილებს რო ილეცავს და რო არაპატიებს იმას, რაც მან გააკეთა და უკრაინელი ხალხი მით უმეტეს არაპატიებს და დაიწყო კიევმა გაღვიძება და თქვენ ვის დროშებს აფრიალებთ, თქვენ უპატრონოებო. უკრაინელი ხალხი უკვე გამოდის ზელენსკის წინააღმდეგ და თქვენ ვის უკრაინის რა დროშებს აფრიალებთ? აი რას აფრიალებთ თავად უკრაინელი ხალხი ამ დროშების ფრიალს კი არა გლოვა არის გამოცხადებული იქ იმის გამო რომ დაღუპა უკრაინა ზელენსკი